ეგ დღეს გამოაქვეყნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით. მანამდე გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სარეზერვო ფონდიდან დაკვეთით. მაშინ მე გავაკეთე განცხადება, რომ სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული კვლევა ემსახურება ნაცმოძრაობის პოლიტიკურ ინტერესებს, იმიტომ რომ გრინბერგი მისი პარტნიორია თქო და დღეს დადასტურდა ნაცმოძრაობის ანგარიშებით გამოაქვეყნა კვლევა და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ერთი და იგივე ორგანიზაციას უკეთავენ კვლევას, ეს BCG-ს უკეთავენ კვლევას გრინბერგი, NDI, IRA ყველა. ანუ ფაქტობრივად ერთი შემსრულებელია და სამის სახელია რა, სხვადასხვა და ატრიალებენ მე ამ კვლევას. დავიწყოთ? Dacă ține să arătăm situația și cu consultare, cu რაც შეეხება წინასაარჩევნო სიტუაციას, ახლა ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს არჩევნები უკეთესია ყველა იმ არჩევნებთან შედარებით და ბევრად უკეთესია, რომელიც ტარდებოდა ქვეყანაში. და ამიტომ რეალურად დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო არჩევნები იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო კანდიდატის მიმართ არ ხდება ხარდასაჭერად არ ხდება მთელი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, როგორც ეს ხდებოდა საარჩევნო პროცესებში და მაგრამ ეს არჩევნები გამოირჩევა იმით, რომ ძირითადად მე როგორც ვხედავ და ვაკვირდები, ბრძოლა მიდის არა პირველ ადგილზე, არამედ მეორე ადგილზე. რაც აბსოლუტურად გასაგებია პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ მეორე ადგილს ამ არჩევნებში როგორც არასდროს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობა იმ პოლიტიკურ ამინზე, რომელიც გვექნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. რაც შეეხება თვითონ კვლევებს, დღეს ნახეთ, რომ გრინბერგ კონსალტინგის დაკვეთით მოხდა კიდევ ერთხელ კვლევების გამოქვეყნება და ყველაზე სასაცილო არის ის, რომ ამ გრინბერგის დაკვეთილი კვლევები ერთხელ უკვე 10 დღის წინ გამოგვიქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. თითქოს და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაუკვეთა ბიუჯეტის ხარჯზე კვლევა გრინბერგს, იმიტომ რომ აინტერესებდა რა ამინდია სოციოლოგიური კუთხით საქართველოში და ვის რა გემოვნება აქვს. მაშინ განვაცხადე, რომ ეს იყო თვალთმაქცური მოქმედება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, როდესაც კვლევა დაფინანსდა გენერალურ პარტნიორთან ნაცმოძრაობის, იმიტომ რომ თუ დააკვირდებით ყველა არჩევნების დროს გრინბერგთან არის კვლევებზე გაფორმებული ხელშეკრულება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ. და როგორც ჩანს, არ უნდათ თანხების ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის ფონდიდან გადარიცხვა და ამიტომაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაიხადა ბიუჯეტიდან ფული გრინბერგის კონტრაქტისთვის, რომელიც გამოქვეყნება, რომლის შედეგების გამოქვეყნება ჯდებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში. მაშინ მიმართე მე კონტროლის პალატას, თხოვნით, რომ დაინტერესდეს ამ საკითხით და გაარკვიოს, ხომ არ მოხდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან თვალთმაქცური მოქმედება კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის ხარდასაჭერად საბიუჯეტო თანხებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოადგილის გაეცინა. დღეს დადასტურდა, რომ გრინბერგი არის ის კომპანია, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ერთიანი ნაციონალურ მოძრაობასთან და დღეს უკვე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით მოხდა გრინბერგის კვლევების შედეგების გამოქვეყნება. და ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ გრინბერგი, NDI, IRA ყველა უკეთავს ერთი და იგივე ორგანიზაციას, კვლევით ორგანიზაციას საქართველოში, ეს არის BCG და უბრალოდ არაფერი არ ითვლება. შემსრულებელი არის ერთი. BCG, რომელთა დამფუძნებელში არიან ადამიანები, რომლებიც გულშემატკივრები არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის. აქედან გამომდინარე, ამ მნიშვნელობა აქვს ამ შემსრულებელს, ვინ დაუკვეთავს კვლევას, NDI, გრინბერგი თუ IRA თუ კიდე არ ვიცი მე სხვა. თუ შემსრულებელი ერთია და ამ შემსრულებლის მიმართ ნდობა საქართველოს მოსახლეობის არის ძალიან დაბალი. ამიტომაც ეს ხდება, ეს კვლევები არის მხოლოდ მოსახლეობაში აზრის ფორმიზების მიზნით გამოქვეყნებული და განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის აკეთდება ეს კვლევები, რომ მოახდინონ აზრის ფორმირება თითქოს და საქართველოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის მეორე ძალა 23%-იანი მხარდაჭერით. მეორე ტური ჩატარდება თუ არ ჩატარდება, ეს არის დამოკიდებული იმაზე, რამდენი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრის პროცედურებში. ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნებში
არჩევნებში გამარჯვებულების და საერთოდ მონაწილეთა სუბიექტების პროცენტული ანგარიშებები მიღებული ხმათა რაოდენობა დამოკიდებულია მისულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე, იმიტომ რომ პროცენტები კონკრეტულად რომელმა სუბიექტმა რამდენი მიიღო გამოყავთ არა რეგისტრირებული ამომრჩეველთა რაოდენობიდან, არამედ არჩევნებში მისული მონაწილეთა რაოდენობიდან მინუს ბათილი ბიულეტენები. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მივა მილიონი ადამიანის მხოლოდ არჩევნებზე, მაშინ გამოვა, რომ სხვა პროცენტი დაუჯდებათ დაუშვათ იგივე საარჩევნო სუბიექტებს, თუ მივა 1.500.000 იგივე პირობებში სხვა პროცენტი დაუჯდებათ, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ვიცით, რომ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ყავს მოტივირებული ამომრჩეველი, რომელიც მიდის არჩევნებზე ყოველთვის, იმიტომ რომ კონკრეტულად პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია, ხოლო თუ პოლიტიკურად მოტივირებულმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, სულ სხვა შედეგი დაფიქსირდება, თუ აქტიურად ხალხი გავა არჩევნებზე და ხმას მიცემს, სულ სხვა შედეგი დაფიქსირდება. ამაზეა დამოკიდებული მეორე ტურიც. თუ ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, შესაძლებელია მეორე ტურიც ვიხილოთ. საინტერესოა, თქვენი მოსაზრება, რამდენად თანასწორად მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, როგორ მიმდინარეობს? პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის, რომ თვითონ ჩვენი საარჩევნო კოდექსი არ იძლევა საშუალებას, რომ თანაბარი პირობები ჰქონდეთ ყველა საარჩევნო სუბიექტებს, იმიტომ რომ ჩვენი საარჩევნო კოდექსი მე ვფიქრობ, რომ ახლიდან გადასახედია და მისაღებია. სხვათა შორის ეს საარჩევნო კოდექსია, რომელსაც აქტიურად აკრიტიკებდა დღევანდელი ხელისუფლება, მაშინ როდესაც იყო ოპოზიციაში. საარჩევნო კოდექსის შესაძლებელია ძალიან სერიოზულად საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესები, თვითონ საარჩევნო სისტემას რომ თავი დავანებოთ უკვე და აღარაფერი არ ვთქვათ, თავების განხილვის წესები და სხვა რეგულაციები. აქედან გამომდინარე მეტიც საარჩევნო კოდექსი დღეს იძლევა სერიოზულად დიდ უპირატესობას სახელმწიფო კანდიდატის მხარდასაჭერად. რატომ? იმიტომ რომ უბრალოდ დაშვებულია, რომ საარჩევნო კამპანიაში შეუძლიათ მიიღონ მინისტრებმა მონაწილეობა. ჩემი აზრით ეს არის არასწორი. ეს არ იყო 2003 წლამდე საარჩევნო კოდექსში და ცუდი არ იქნება ამაზეც თუ ვიმიჟელებთ, იმიტომ რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორც მინიმუმ საარჩევნო აგიტაციაში, როდესაც სახელმწიფო პირები მონაწილეობენ, ეს უკვე გარკვეულწილად ფორა. მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ სხვას, ამ საარჩევნო კოდექსის პირობებში, რაც შეიძლებოდა მაქსიმალურად უზრუნველყოფილია, რომ კანდიდატებს ჰქონდეთ თანაბარი პირობები. ბატონო რახილა, როდესაც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მიდის პოლიტიკიდან, თქვენი მოლოდინი რა იქნება პრემიერის შემდეგ? როგორ განვითარდება მოვლენები? მაგრამ ეს პრემიერი არ არის ჩვეულებრივი, მაგალითად როგორც ყავდა, რომ მისი წასვლა-მოსვლას დიდი დატვირთვა არაფერზე არ ქონდა, მხოლოდ რამოდენიმე დღის ამბის ნიუსი იყო, რომ აი ეს პრემიერი წავიდა, ეს პრემიერი მოვიდა, შემდგომში ესეც წავიდა სადღაცას ელჩად და ასეთი დატვირთვა არ აქვს. ეს პრემიერი უკვე რეალურად ძალიან წონიანი ფიგურაა, რომელთა წასვლის შემდეგ შესაძლებელია მოვლენები სხვანაირად განვითარდეს და კერძოდ გულისხმობ რა. თქვენ იცით, რომ კოალიცია არის არაერთპარტიული, სხვადასხვა პარტიები არიან კოალიციაში, რომლებიც გაერთიანებულები არიან არა იდეოლოგიური ხედვით და იდეოლოგიური ხედვის საფუძველზე, არამედ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის გარშემო. როდესაც კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი წავა პოლიტიკიდან, ბუნებრივია კოალიციაში დაიწყება ინიციატივების ხელში აღება და ბერკეტების ხელში აღების მცდელობა, რომ გარკვეულწილად კონკრეტულმა პარტიებმა მოახერხონ ხელისუფლებაში დიდხანს დარჩენა. ამიტომაც მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დააკლდება კოალიციას ეს იქნება ის, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი ასეთი ავტორიტეტული არ იქნება ბიძინა ივანიშვილის სახით. დღეს ყველა პარტია კოალიციაში რაღაცაზე დაობს, ყველას თავის მოსაზრება აქვს, მაგრამ საბოლოოდ, როდესაც იხილავენ ამ საკითხს და ყველა თავის წინადადებას წარმოთქვას და ხედვას წარმოთქვავს, ბიძინა ივანიშვილი კონკრეტულად იმ ავტორიტეტით, რომელიც გააჩნია, იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შესაძლებელია ვიღაცისთვის არ არის მისაღები კონკრეტული პოლიტიკური მიზნების გამო, ან სხვა საფუძვლების გამო, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, მიღებულად ჩათვალა. ბიძინა ივანიშვილის შემდეგ მე ვფიქრობ, რომ ვერანაირად ვერ ეყოლება საქართველოს სახელმწიფოებას ისეთივე ავტორიტეტული პრემიერ-მინისტრი, როგორც ბიძინა ივანიშვილია იმ კოალიციისთვის, რომელიც დღეს არის სახეზე. ამიტომ მე ვფიქრობ, ცოტა რთული იქნება გადაწყვეტილების მიღება და მეტიც შესაძლებელია რამოდენიმე თვეში, 5-6 თვეში რაღაც კოალიციაში კი ვნახოთ, რომ პოლიტიკური ოპონირების ნიშნები
უფრო მეტად გამოიკვეთა ვიდრე დღეს არის. ჩვენ საუბრობთ იმაზე, დაიშლება თუ არა კოალიცია, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. შესაძლებელია არ გამოვიდნენ და ესე ბრიფინგი არ განმართონ, რომ ჩვენ დავიშალეთ. მაგრამ ის რომ ერთად ვერ ითანამშრომლებენ, ეს უკვე დაშლას ნიშნავს, ხო? ჩემთვის ყოველთვის შემთხვევაში ესაა. გაცხადება რომ ჩვენ დავიშალეთ, უბრალოდ არ გაკეთდება, იმიტომ რომ არავის არ აწყობს კოალიციაში არც ერთ შემავალ პარტიას არ აწყობს ამის თქმა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ და გადაწყვეტილების ძიების პროცესში შესაძლებელია ნაცმოძრაობასთან გამართოს რომელიმე ფრაქციამ კონსულტაციები ხმების მოზიდვის კუთხით, 40%-იანი ხმების მოზიდვის კუთხით, ეს სავსებით შესაძლებელია. ამავდროულად კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გველოდება ჩვენ წინ, მოგეხსენებათ რომ 2010 წელს კონსტიტუციაში მიღებული ცვლილებების შესაბამისად 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება სხვა ცენზი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის კუთხით. დღეს მოქმედებს 2/3-იანი ცენზი და ამოქმედდება 3/4. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ცვლილება კონსტიტუციაში შესაძლებელი იქნება, რომ მიღებულ იქნას მხოლოდ 3/4-ის თანხმობით. რაც ძალიან დიდი კვოტაა საქართველოს პირობებში და იმ პირობებში, რომ ჩვენ გვაქვს წინ ძალიან ბევრი რეფორმა გასატარებელი, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმები და 3/4 არის გადაულახავი ბარიერი და მის გადალახვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერს ისე გააკეთებ, როგორც ნაცმოძრაობას სურს, რომ მან მოქცეს ხმები. ამიტომ ჩვენ დავდგებით დილემის წინაშე. ერთი იქნება რა ჭირდება საზოგადოებას და ისეთი მოდელის და რეფორმის განხორციელება და მეორე ასეთი რეფორმის განხორციელების დროს შესაძლებელია ნაცმოძრაობა უბრალოდ ხმა არ მოქცეს და ვერ შეიტანო დაუშვათ ახალი ცვლილება ან თუნდაც ვერ მიიღო ახალი კონსტიტუცია. თქვენ მოგეხსენებათ რომ საკონსტიტუციო კომისია შექმნილია, მაგრამ მეორე ვითარება გვექნება, როდესაც ერთის მხრივ შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია და მეორეს მხრივ ყველა ძალიან კარგად ეცოდინება მათ შორის ამ კომისიაშიც, რომ თუ ის მოდელი არ დადგა, რომელიც სურს ნაცმოძრაობას, ნაცმოძრაობა უბრალოდ ხმას არ მისცემს ამ კონსტიტუციურ მოდელს და გვექნება ესეთი ვითარება, როდესაც საკონსტიტუციო კომისია შეიმუშავებს კონკრეტულ მოდელს საკონსტიტუციო და ნაცმოძრაობა უბრალოდ ხმას არ მისცემს და მოდელი მოდელად დარჩება. ან მეორე მოცემულობა გვექნება, რომ საკონსტიტუციო კომისია იმაზე კი არ იმიჟელებს, რა ჭირდება ქვეყანას და როგორ უნდა დაალაგდეს ქვეყანა ახალი კონსტიტუციის პირობებში, არამედ რაზე წამოვა ნაცმოძრაობა, რომ ისეთი მოდელი შევქმნათ, რომ შემდგომში მხარი დაგვიჭიროს კონსტიტუციის მიღების დროს. საინტერესოა, დილემა ახსენეთ. იმ დილემის წინაშე რო არ აღმოჩნდეს ქვეყანა, რა უნდა გაკეთდეს? ის დილემის წინაშე რო არ აღმოჩენილიყო ქვეყანა, საქართველოს პარლამენტს 12 თვის განმავლობაში უნდა ემფიქრა და რამენაერად დაეძლია და შეეტანა ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის შესაბამისად 3/4 არ ამოქმედდებოდა. 3/4 ჩვენ შეგვიძლია ავამოქმედოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ახალი საკონსტიტუციო მოდელზე შეთანხმდება საზოგადოება და ახალი კონსტიტუციის პირობებში უკვე როდესაც მიიღებს შეთანხმებულ ვარიანტს საქართველოს პარლამენტი, იქვე შეგვეძლო ჩაგვეწერა, რომ დაუშვათ აი ეს კონსტიტუცია შეიძლება შეიცვალოს 3/4-ით, მაგრამ მიშა სააკაშვილის სახელობის კონსტიტუციის შეცვლას 3/4 მე ვფიქრობ არ უნდა ჭირდებოდეს. იმიტომ რომ ეს კონსტიტუცია, დღევანდელი კონსტიტუციური მოდელი აგებულია არა იმაზე რა ჭირდება ქვეყანას, არამედ იმაზე რა ჭირდებოდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობის ლიდერს მიშა სააკაშვილს. თქვენ ახსენეთ პარლამენტი, თქვენ ამბობთ რომ აცხადებთ ღიად რომ აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მე ახლაც ვფიქრობ რომ აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, იმიტომ რომ ჩემი აზრით დღევანდელი პარლამენტი არ ასახავს მოსახლეობის განწყობებს, ანუ პარტიები და სუბიექტები არ არიან იმ პროპორციებით წარმოდგენილი პარლამენტში, როგორი მხარდაჭერაც აქვთ მოსახლეობაში. მეტიც მე ვფიქრობ, რომ თუ გადააკვირდებით სხვათა შორის შემაჯამებელ ოქმებს 2012 წლის 1 ოქტომბრის შემაჯამებელ ოქმებს ნახავთ, რომ ის 40%, რომელიც ნაცმოძრაობას აქვს რის საფუძველზე, სპეცნაზის მიერ შეჯამებული არჩევნების საფუძველზე და მეტიც ოქმებია, სადაც მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე საარჩევნო ყუთიდან ამოგვებული ნაცმოძრაობის სასარგებლოდ ხმათა რაოდენობა. ბუნებრივია ეს მიანიშნავს იმაზე, რომ ამ კუთხით სერიოზული გაყალბებას ჰქონდა ადგილი.